მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სალონი და სხვათა შორის პირველი გადაცემა არის ამ სეზონში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს სალონის სტუმარი არის მუხტარჭი აბერაშვილი. ადამიანი ბოლო სალონი რო ჩავწერეთ, მაშინ შენ და თამარ კაკაურიძემ ექსკლუზიურად ჩვენთვის გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ პრემია ივერია წავიდოდა იტალიაში და იქ დაფუძნდებოდა. მას შემდეგ ძალიან ცოტა დრო გავიდა, მაგრამ პრემია ივერია არა მარტო დაფუძნდა იტალიაში, არამედ რაღაც ესეთი ტრიუმფალური სვლელობაც კი მოაწყო. მოგესალმებით, ქეთი, მადლობა თქვენ ტელევიზიას, თქვენს გადაცემას, რომელიც ეს არაჩვეულებრივად დამოუკიდებლად და საკუთარი ნიშნით უძღვება ხელოვანებთან ურთიერთობას და ხელოვანების სწორი ფორმით წარმოჩენას, მოდი ესე ვთქვათ. რაც შეეხება ზუსტად რაღაც ნიშანდობლივი იყო თითქოს თქვენმა ტელევიზიამ გაავრცელა რეალურად მაშინ პირველად ის რომ პრემია ივერია მიდიოდა იტალიაში, ეს იყო ჩვენი უკვე მერე შემდეგ დაფუძნებული როგორც ოფიციალური წარმომადგენლობა არაჩვეულებრივი ქართველი თამარ კაკაურიძე და ზუსტად აღნიშნეთ რომ არც თუ ისე დიდ ხანში პრემია ივერია უკვე 4-ჯერ იყო იტალიაში ამ ხნის განმავლობაში და სულ ახლა ხანს რითიც მინდა დავიწყო ალბათ ნებისმიერ ქართველს მიულოცო, ნებისმიერ ხელოვანს მიულოცო, არა მარტო ქართველს, რა თქმა უნდა, ყველას გულისხმობ ამ შემთხვევაში ვინც ხელოვნებაში არის, ის რომ სრულად მოულოდნელად პრემია ივერიის აღიარება მოხდა იტალიაში, ქალაქ მატერაში, ქალაქ მატერამ მერიამ, ქალაქ მატერის მერიამ პრემია ივერია სახელმწიფო პროგრამაში ჩავსვა, რომელიც ერთი მხრივ ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენთვის და თავარქვათ ამას ამ ეტაპზე ის რასაც არ ველოდი და ის რაც მართლა გვინდოდა და მივიღეთ იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ ვამბობთ ამას რომ ქართული კულტურა არის ევროპული კულტურის ძალიან დიდი ნაწილი და მნიშვნელოვანი ნაწილი და ყველაზე საინტერესო მაინც ის არის რომ ალბათ ისეთმა ქალაქმა რომელსაც უზარმაზარი სტატუსი აქვს ევროპის კონტინენტზე არის კულტურული დედაქალაქი მატერა ადგილი რომ სადაც მელ გიბსონმა გადაიღო მეოთხე ერთ-ერთი უზარმაზარი ახალი შედევრი შეიძლება ითქვას ქრისტეს ნებანი და აი ამ ქალაქის მერიამ სრულად მოულოდნელად არ ვიცი სიურპრიზი დავარქვა თუ რა დავარქვა მაგრამ ალბათ უპირველეს ღვთისმწყალობას დავარქვა ჩვენს მიმართ და ქართველების მიმართ ესეც რა თქმა უნდა გარკვეულწილად დაუღალავი შრომა იყო და ყოველთვის ხარს უსვამ იმას რომ თურმე რა მნიშვნელობა აქვს მინდეს ის ლოცვა კურთხევას და ხელის დადებას საქმეზე რომელსაც უნდა მოემართოს ხელი რომ მნიშვნელობა ქონდეს ქართველების და არა მარტო ქართველების მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის რომელიც სამშობლოს არიან მოწყვეტილები ამ შემთხვევაში ემიგრანტებს გულისხმობ თუმცა მოწყვეტილიც კი არაქართველ ემიგრანტებსაც ასე ვთქვათ ვიღებთ პრემია ივერიაში იქ არიან სხვა ეროვნების წარმომადგენლები და რომლებსაც არაერთხელ შევხვედრივართ ჩვენი მოგზაურობის დროს თავარი ის არის რომ ალბათ პრემია ივერიის ხაზი არ გაწყდა იმ ნიშნით რასაც ქვია კულტურათა გაცვლა რასაც ქვია ალბათ ახალი სახეების ზებნა რასაც ქვია ძველი სახეების არ დავიწყება და არა მხოლოდ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ და იცით ძალიან ძნელი არის პასუხისმგებლობა აიღო ისეთ სფეროზე როგორც არის კულტურა, კულტურის მოღვაწეები, ხელოვანები და ამ ადამიანებთან ერთად მათი კულტურა შესაბამისად დააფასო და მათ კულტურას ხელი შეუწყო განვითარებისთვის. აი ზუსტად აი ამ ნაწილში იტალიის სახელმწიფო, იტალიის მხარე, მოდი კიდევ ერთხელ ვახსენებ აი ამ ჯადოსნური ქალაქი, ალბათ ყველამ უნდა ნახოს ეს ქალაქი მატერა და ამ ულამაზესი ქალაქის მერის მრჩეველი, ეს არის ჩვენი უზარმაზარი მეგობარი, ადამიანი პაოლო გრეკო რომელმაც ფაქტიურად ხელი შეუწყო ყველაფერს რომ პრემია ივერიის სახელი ჩამჯდარიყო სახელმწიფო დონეზე და ყოფილიყავით წლევანდელი წლის სახელმწიფო საშობო ივენთების ერთ-ერთი ნაწილი. სადაც ვიცი რომ არა მარტო ქართველები, არამედ ბევრი იტალიელი, ბევრი არაიტალიელი უცხოელი, ფრანგები, გერმანელები, ავსტრიელები, ალბათ კიდე თითქმის მთელი მსოფლიო ჩამოდეს იქ და ეს კიდე კარგად გითხარი. პრემია ივერიამ ის რაც უკვე გააკეთა და ახალი ჩამოსული ხარ თქვენ იტალიიდან ეს კიდევ ერთი უკან დარჩენილი ნაბიჯია ხო მაგრამ უკვე დეკემბერში რაღაც ახალი ხდება აი ზუსტად ეს მინდა რომ კარგად მითხრათ სახელმწიფო დონეზე აიყვანეს პრემია ივერია იტალიაში ხო აი ეს მოხდა ყველაფერი ასე ვთქვათ იტალიაში ქალაქმა მატერამ სახელმწიფო დონეზე აიყვანა პრემია ივერია და ჩასვა სახელმწიფო პროგრამაში
სადაც აბსოლუტურად ყველანაირი მომსახურება და ყველანაირი პატივი გვექნება იმისთვის, რომ ღირსეულად ვიყოთ იმ მსოფლიო ასე ვთქვათ ხელოვნების ნაწილი, რომელიც უკვე მატერაში იყრის დეკემბრის თვეში თავს. ეს არის კულტურის ზეწერტილი იტალია და იტალიამ მიიღო თავის წილ კულტურულ ვიცი ხომ მაგრამ არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ კულტურულ მემკვიდრეობად მიიღო, იმიტომ რომ აი ამ ქალაქში პრემია ივერის მოგზაურობა, იტალიაში პრემია ივერის მოგზაურობა ცხადია, ეს დრო და დრო იქაურ პრესაში ჩნდება, სატელევიზიო გადაცემებში, რადიო გადაცემებში, ჟურნალებში, გაზეთებში, წიგნებში და მათ შორის სახელმწიფო უწყებების არქივებში, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ ზუსტად ისე ვიცხოვრეთ აი ამ ასე ვთქვათ მოგზაურობების დროს, როგორც შეეფერება ქართველ ნამდვილ ხელოვანებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველას იმისთვის, რომ ნამდვილად ანახეს არა მარტო ქართული ხელოვნება, ანახეს რა არის ქართველობა, რა არის საქართველო, რა გვაქვს კულტურაში, რა გვაქვს შინაგანად, როგორი ვართ რეალურად ქრისტიანები, რომ შეგვიძლია ეთი მორჩილებით და მოკრძალებით და მოთმინებით ველოდოთ და ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ვიდრე არ მივაღწევთ საწადებს, თუმცა ამ საწადების მიღწევის მერე არსებობს კიდევ ახალი თმენა და ახალი შრომის ეტაპი, რომელსაც ისევ მოთმინებით გავაგრძელებთ და ყოველგვარი ხმამაღალი საუბრის გარეშე ვიტყვით და რამდენადაც ხვდები აპირებ გაგრძელებას, იმიტომ რომ პროექტმა გაუძლოს 13 წელს და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ძალიან იშვიათია ხოლმე, ხო? ეს ალბათ იმან განაპირობა, რომ შრომობთ თავდაუზოგავად, ყოველთვის რაღაც ახალი ინიციატივები და კრეატივი. აი იმ ყველაფრის გარდა, რაზეც ახლა გველაპარაკე, მინდა რომ არავის ეგონოს რომ პრემია ივერია მხოლოდ ჩავიდა იქ და პოეტმა ლექსი წაიკითხა და მხატვარმა ნახატი გამოფინა, მე ვიცი რომ იქ გაიხსნა ქართული ბიბლიოთეკა და ქართული სკოლა. მადლობა ამ შეკითხვისთვის და უბრალოდ ეს არის ცალკე ალბათ ცალკე ეპოქა არის ჩვენთვის, ჩვენი პრემია ივერიისთვის და ცალკე ეპოქა დაიწყო, თუნდაც იგივე რეჯო კალაბრიაში, რომელსაც არაჩვეულებრივი სკოლა აქვს, საკვირაო სკოლა, ეს არის სკოლა იმედი. სკოლა იმედის ფუძე მოდის ქალაქ ბარიდან, ქალბატონი ცინარი ღვალაძე არის ერთი მართლა დაუღალავი ქართველი მოღვაწე, რომელმაც იქ სკოლა დააფუძნა და განავითარა, ბიბლიოთეკა შეუქმნა და ძალიან ბევრი ბავშვი სარგებლობს აი ამ ქართული კულტურის კერით. მერე უკვე სკოლამ გააკეთა რამდენიმე ფილიალი და მათ შორის ერთ-ერთი ფილიალი არის, ეს არის რეჯო კალაბრია, სამხრეთ იტალია, საოცარი ქალაქი, საოცარი ხალხით, ძალიან დიდი გულთბილი და კარგი ადამიანებით. და ზუსტად აი ამ კალაბრიის სკოლა იმედის ხელმძღვანელი არის ქალბატონი ხათუნა ქარაია, რომელმაც 1 წლის განმავლობაში პრემია ივერია ჩაიყვანა უკვე ორჯერ გაგვიკეთა გამომცემლობაში ლეონიდე ედისიონეში, რომლის ხელმძღვანელია დომენიკო პოლიტო არის არაჩვეულებრივი ადამიანი ჩვენთვის და მხარდამჭერი. გაგვიკეთეს პრეზენტაციები, რომელმა პრეზენტაციებმა ქართულ ხელოვანებში კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა ის აზრი, რომ მათ შემოქმედებას მნიშვნელობა აქვს ისეთი მაღალი კულტურის ქვეყანაში, როგორც არის იტალია, მაგრამ დაუბრუნდეთ ეს სკოლას. საკვირაო სკოლა იმედმა 1 წლის განმავლობაში შეძლო ის, რომ ბიბლიოთეკა გაეკეთებინა. დამოუკიდებელი ბიბლიოთეკა ჰქონდეს და ამ ყველაფერში ხელი შეუწყო საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ. ჩვენთან ერთად იყო ჩვენი უზარმაზარი ქართველის პირველი პრეზიდენტის შვილი, რომელიც დღეს გენერალური დირექტორი არის პარლამენტის ბიბლიოთეკის, ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. და ძალიან ისეთი გულმოდგინე ხელშეწყობა აქვს ჩვენი გენერალური საკონსულოსგან, ბატონ ირაკლი ქოევასგან, ქალბატონი მარიამ ალფაიძისგან, გენერალური და ვიცე-კონსულები. და ესეც ითით რატომ ალბათ ზუსტად ის ადამიანი აკეთებს ზუსტად იმ საქმეს და ზუსტად ისე, როგორც ქართველ ბავშვებს ჭირდებათ იტალიაში იმ დაახლოებით ალბათ 3000-მდე ბავშვს, რომელიც კალაბრიაში ცხოვრობს. ეს არ არის პატარა ციფრი, ეს არის ძალიან დიდი ციფრი კი. და აი ამ დიდი ციფრიდან მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ბიბლიოთეკა, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს სკოლა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩვენს როგორც პრემია, რომ ყველაფერი ეს განვითარდეს და არ გაწყდეს ეს ძარღვი. პირიქით უფრო ისეთი მასშტაბები მიიღოს, რომელიც მასშტაბებში ბავშვები ჩაერთვებიან და წარმოიდგინეთ 1 წლის განმავლობაში ბავშვებმა, რომლებმაც ქართული საუბარიც კი არ იცოდნენ, უჭირდათ ჩვენი ლექსი წაგვიკითხეს, ქართულად იმღერეს, ქართულად იცეკვეს. ეს ყველაფერი არის 1 წლის ისეთი მონაგარი, რომელმაც
მე პირადად არ მაფრთავანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა ქართველები ქართულ ფესვებს არ რა თქმა უნდა და ყველა საინტერესო ის იყო, რომ ღონისძიების გახსნა დაიწყო ქართული ჰიმნით. ეს ქართული ჰიმნი იყო ბავშვებისგან შესრულებული არაჩვეულებრივ მრავალ ხმაში. აი ამ ყველაფერმა იმ ხელაში დაბეჭდილება და იმ ხელა ემოცია მოიტანა, რომ დავსრე იტალიელებიც კი უბრალოდ მადლობას ეუბნებოდნენ ქართველებს ერთის მხრივ და მეორე მხრივ ბედნიერები იყვნენ, რომ ჩვენ მათ უთხრეთ შესაგებებელი მადლობა იმისთვის, რომ მათ ხელი შეუწყეს, მათ დაინახეს ბავშვების მომავალი, მათ დაინახეს ქართველების იქ რაღაცა კარგი მოღვაწეობა და ყველაფერს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე არის ზუსტად ის, რომ პრემია ივერია ვითარდება არა მარტო ასე ვთქვათ სალიტერატურო და მხატვრობის ხატწერი თუ ფოტოგრაფიის კუთხით, არამედ ვითარდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ხელისშემწყობი არის ბიბლიოთეკების, იმიტომ რომ ჩვენი ქართულმა გამომცემელი საზოგადოება დაახლოებით ესე გამოვიდა, ხა წარმოიდგინეთ ქართველმა პოეტებმა აქედან ქაბატონმა თამარ მახარაშვილმა გაგვატანა არაჩვეულებრივი ლიტერატურა, რომელიც ძალიან მოეწონა ყველას. ეს არის ესეთი ერთ-ერთი კლასიკა, ერთ-ერთი კი ზღაპარი ვაფეხადა, რომელმაც ერთ-ერთი თქვათ თანამედროვე შეიძლება ითქვას კლასიკა არის ბავშვებისთვის. ქაბატონმა მაყვალა გონაშვილმა გაგვატანა არაჩვეულებრივი წიგნი, ბატონმა ლადო კახაძემ გაგვატანა თავისი წიგნები. ეს ყველაფერი ვინც ჩვენთან იყვნენ ამ სიუჟეტში ყველა ჩანს, ყველამ წამოიღო საკუთარი წიგნები და დატოვეს ბავშვებისთვის. ჩავალთ მომავალ წელს, მაგრამ მომავალი წელი გვექნება, ცოტა ისეთი შეიძლება დავასწრებ თქვენ შეკითხვას იმას, რომ მომავალი რა გვექნება. მომავალი გვექნება ის, რომ მომდევნო წელი იქნება მინიმუმ 8-10 ქვეყნით დატვირთული და ეს 8-10 ქვეყნის მოგზაურობა იქნება არაჩვეულებრივი და იქიდან გამომდინარე, რომ პრემია ივერიას ელოდებიან საფრანგეთში, ელოდებიან რუმინეთში, ელოდებიან პოლონეთში, ელოდებიან სომხეთში, თურქეთში, ძალიან ბევრი ისეთ ქვეყანაში, რომელებსაც ყოველთვის აქვს საქართველოს ხელოვნების თვალსაზრისით ზეგავლენა. ეს ყველა ქვეყანა არის ესეთი მაღალი კულტურის და მაღალი ხელოვნების მქონე ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად თუ ვართ იქითკენ მიდრეკილი და ესეც არის მთელი საქართველოს არსებობის მუდმივად ცივილიზაციისკენ ისწრაფის განვითარებისკენ ისწრაფის, როგორც ხელოვნებაში, ისე ვთქვათ მედიცინაში იქნება თუ განათლების თვალსაზრისით, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ჩვენთვის არის ერთგვარად საპირწონე და მათთვისაც ჩვენ ვართ ერთგვარად საპირწონე, იმიტომ რომ როდესაც იტალიის იმ გარკვეულ რეგიონებში, სადაც ჩვენ მოგვიწია მოგზაურობა ილია ჭავჭავაძის შესახებ გაიგეთ, მოცხადე იცოდა ნაწილმა არ იცოდა, აღმოაჩინეთ ილია ჭავჭავაძის ამხელა მსოფლიო დონის პიროვნება. ეს იყო ზუსტად ის საპირწონე, რომ თქვენ ილია ყოლია და ჩვენთან რაღაც ეძებთ, ჩვენგანა რა უნდა მოგცეთ, თქვენ რუსთაველი ყოლიათ, განა ჩვენ რა უნდა მოგცეთ, ისეთი აი რუსთაველი გაქვთ, ვეფხისტყაოსანი გაქვთ. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და წარმოიდგინეთ საქართველოს ერთი ვეხუმრე კიდევაც არაჩვეულებრივი ადამიანი არის იტალიელი წარმოშობით ფრანჩესკო ტრეჩი ადამიანმა, რომელმაც ვეფხისტყაოსნის იტალიურ ენაზე გავრცელება დაიწყო. საქართველოს 3 წიგნი დაწერა საქართველოს შესახებ და მთელს იტალიაში და არა მარტო იტალიაში დადის და აკეთებს პრეზენტაციებს ქართული წიგნების, ანუ საქართველოს შესახებ იტალიურ ენაზე დაწერილი წიგნებით. აი ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, რაღაცა ამ 1 წლის მონაგარი ჩვენთვის, რომელმაც მომდევნო წლებში უნდა გაგვამაგროს ზურგი და არ მინდა ხაზგასმის გარეშე არ თქვა, რომ პრემია ივერია ნაპოლში როცა გაკეთდა, არაჩვეულებრივი წარმომადგენლობა ჩამოგვეყალიბდა ნაპოლში, ეს არიან დედაშვილები არიან, ანა და თინათინ ასისტიშვილები, დედამისი ლაურა სარალიძე, არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ქართველებს იქ ეხმარებიან, არა მარტო ასე ვთქვათ, კულტურაში, ძალიან ბევრ რამის ეხმარებიან და ზუსტად აი აქ ნეაპოლში იმდან მოულოდნელი იყო პრემია ივერიის გამართვა ისეთ ადგილზე, რომელიც არის არც მეტი არც ნაკლები მე-14 საუკუნის ფლორენციის სამეფო სასახლეში. ესეთი ერთგვარი როგორ გითხრათ, რეგალია გახდა ჩვენთვის იქიდან გამომდინარე, რომ იტალია, როდესაც შენს ესეთ ძალიან ძვირფას დაწესებულებაში გაგიღებს კარს და გეტყვის კი ბატონო მოვბრძანეთ, თქვენ ამაში ღირსეული ხართ და შეგიძლიათ აქ ღონისძიება გამართეთ, ეს არის ძალიან დიდი შედეგი და ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის და აი ამ ყველაფერში კიდევ რა თქმა უნდა იტალიელი მხარე ყავს ძალიან კარგი ჩართული იტალიის წარმომადგენლობაში, ნეაპოლის წარმომადგენლობაში ყავს არაჩვეულებრივი პოეტესა, რომელიც მარტში, მომდევნო წლის მარტში გვესტუმრება, ეს არის ანტონელა ბიანკო, რომელიც გარკვეული შეიტანა ჩვენ აი ამ
ნეაპოლურ მოგზაურობაში და ნეაპოლში და ერთ-ერთი პოეტი თქვენ უკვე იცნობთ ამაზე და ქართული საზოგადოება იცნობს, ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანი, პრემია ივერიის ლაურეატი, ეს არის ალესანდრო რუსო, რომელმაც საბოლოოდ შეიყვარა საქართველო და ხუმრობს ხოლმე რომ მე მგონი მეგრელი ვარო, არა იტალიელიო. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიხარი ეს ადამიანები და ეს მეგობრები და ვეხუმრე მე ფრანჩესკო ტრეჩის რომ მეთქი თქვენ ხართ ჩვენი ელჩი რომელსაც ხელფას არ უხდით. რა თქმა უნდა არ მჭირდება ხელფასიო პირიქითო სიამოვნებით ვაკეთებ ამას იმიტომ რომ ქართველები ხართ ძალიან დიდი კულტურის მქონე ადამიანები და დეკემბერშიც მიდიხართ. დეკემბერშიც მივიდიოთ ეს არის 16-24 დეკემბერი და პირველი ღონისძიება გენერალური დაჯილდოება იქნება ქალაქი ბარი 18 დეკემბერი ბარი ეს არის პულიის რეგიონი და ზუსტად აი ამ რეგიონში ხელმძღვანელობს არაჩვეულებრივი ადამიანი ქაბატონი ფიქრია კუჭუხიძე და ეს იქნება ერთ-ერთი მაღალი დონის და მსუყე პროექტი 19 დეკემბერს დავტოვებთ წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოლოთვის მერე დავტოვებთ ჩვენ ბარს გადავდივართ მატერაში აი ეს ძალიან ისეთი ლამაზ ქალაქში ჯადოსნურ ქალაქში და 21 დეკემბერს გვექნება უკვე მატერის ღონისძიება. მატერაში იქნება ქალაქის მერთან შეხვედრა, იქნება ისევე გამოცემულობაში წიგნის პრეზენტაცია, იქნება პოეტური საღამო, იქნება კულტურული საღამო. თავიდან დავიწყეთ მე და ქალბატონმა თამარ კაკაურიძემ ეს ორი ადამიანის გუნდი დაახლოებით 15-20 ადამიანამდე ავიდა, რომლებიც ძალიან მონდომებული იყო და არ ვიცი, ზუსტად ვიცოდით ალბათ რომ ეს ყველაფერი რასაც გააკეთებდა კი და გამოვიდოდ და მოდი აქედან მოვიკითხოთ აუცილებლად. ნუ აი ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, თუმცა ჩვენ თან დღეს სტუმრად არიან ის ადამიანები, რომელთა გარეშეც, გუნდის გარეშეც მართლა ვერაფერს გააკეთებდი და ძალიან გაგიჭირდებოდა და მოდი ახლა მე მინდა რომ ესტაფეტა გადმოგაბარო და გაგვაცანი შენი მეგზურები და გაიხსენეთ ის ლამაზი დღეები, რომლებიც იტალიაში გაატარეთ. ოქტომბრის პერიოდში იტალიას ვესტუმრეთა ამ შემადგენლობით, ოღონდ ერთ-ერთი ადამიანი არ იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ მოკლედ გაგაცნობთ. ეს იყო მხატვარი ქაბატონი ელენე გამგონიძე, რომლის სახლი სადაც ყველა კედელზე არის ხელოვნების ნიმუშები და ნიმუშები, რომლებიც საუბრობენ აბსოლუტურად სხვა ენაზე, სხვა ნამდვილად საოცარ გარემოში ვარ და იმართლა. სხვა თვალთახედვა იწყება ნებისმიერი ადამიანისთვის და მადლობა ქაბატონ ელენე თქვენი მოგზაურობისთვის, თქვენი იქ გამოფენილი ნახატებისთვის და რა თქმა უნდა დღევანდელი მასპინძლობისთვის. ვარ გამგონიძე, პირველ რიგში დაიბადე მხატვრად. როდიდან დავიწყე ხატვა, ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ ასე მგონია, რომ რაღაცა ეს ისეთი რამეა, რომ იბადები მხატვრად და არამც თუ იწყებ ხატვას, როდიდან რაღაც პერიოდი და მადლობა უფალს, რადგან იმიტომ რომ რაღაცა ჩემთვის ეს მხატვრობა არის ცხოვრება თავისთავად, ეს არის უამისოდ რაღაცა მე ვერ წარმომიდგენია ელენე გამგონიძე რაღაცა ამის გარეშე არაფერი არ არის, არავინ არ არის და აქაც ძალიან ბევრი პერსონალური გამოფენა მქონია, მაგრამ ეხლა რატომღაც აღარ მაქვს ეს სურვილი, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ის კულტურა გამოფენის ცოტა დაკარგული აქ არ არის კულტურა რომ მიხვალ გამოფენაზე და როგორ უნდა და რაღაც არანაირი აი გერმანიაში მქონდა გამოფენა რამდენიმე გამოფენა და ეხლაც ვაპირებ გამოფენის გაკეთებას ეხლა შემოთავაზეს გაზაფხულზე ხო და აი გერმანიაში აბსოლუტურად ევროპაში აბსოლუტურად სხვა მიდგომებია აბსოლუტურად იმიტომ რომ იქ არის ფაქტიურად რასაც შემიძლია შევადარო აი ადამიანი როცა მიდის გამოფენაზე საგამოფენო დარბაზში მან იცის რომ ნამუშევარი უნდა შეისყიდოს იმიტომ რომ როგორც მიდიხარ ეკლესიაში მაგალითად ტაძარში ხო და იცი რომ სანთელი უნდა იყიდო იმიტომ რომ ის შესაძლებელია იმ
ასევეა მხატვრისთვის ფაქტიურად ნახატი, იმიტომ რომ ნახატი უნდა გაიყიდოს, იმიტომ რომ მე იყიდე ისევ საღებავები და არა სხვა. ამას ძვირფასი ხო მხატვრისთვის არაფერია, კალამი, საღებავი, ფუნჯი. ხო და აი ეს კულტურა ძალიან მინდა რომ დამკვიდრდეს, იმიტომ რომ ჩვენთან ეს რატომღაც აი ვერ და არც თუ ისეთი გაჭირებულია, ასე მგონია ქვეყანა, რომ რაღაცა ეს ვერ მოხდეს, რა ვიცი. ეს საიდუმლოსერობა წლების წინ შეიქმნა, რომელიც არის ყველასთვის გასაგები, მხატვრისთვის, არამხატვრისთვის და ნებისმიერი კატეგორიის. აი საიდუმლოსერობა ხელებითაა გადაწყვეტილი, თითოეული ხელი ნიშნავს მოციქულთა საქმეს, როგორი საქმითაც დარჩა. ყველა მოციქულ და მეორე პლანზეა პორტრეტები. თუ კარგად დააკვირდებით, აქ შუაში თან წვერია და შავი ლაქა და თან ღვთისმშობელია ძაძებში. წმინდა ნინოს ჯვრებით შექმნილი და მამილი ვაზის ფოთოლია. ეს არის ტრიპტიხი. ეს არის ჟამი შემეცნებისა, ეს არის ჟამი შენებისა და ეს არის ჟამი ნგრევისა. ეს ალბათ უკვე ჩვენი ეპოქაა დაახლოებით, ან გამოვედით. აი აქ არის მარჯვენა მხარეს არის ყური, რომელიც დახშულია, ვერაფერი ვერ ესმის. აი ეს ქვემოთ არის თვალი, რომელიც დაბრმავებული არაფერს ვერ ხედავს ვერაფერს. ეს ქვემოთ არის ვაშლი, რამაც გვაცდუნა და რამაც აქამდე მოიყვანა კაცობრიობა. შუაში არის წიგნი, წმინდა წიგნი, რომელიც დახურულია კაცობრიობისთვის. აი ზემოთ მარცხენა მხარეს არის ხელში არის ადამიანის პროფილი, რომელიც ღორის პროფილში გადადის. ქვემოთ არის ჩაქნეული ხელი. და ეს არის ქვემოთ არის წმინდა ნინოს ჯვარი, ეს მართლმადიდებლობის სიმბოლოდ. და აქეთ აქვს გაგრძელება ჟამის შემეცნებისა. ჟამის შემეცნებისა აქ იწყებს ადამიანი აზროვნებას. აქ სამების საიდუმლო. აი აქ არის ხელი, რომელიც სამების საიდუმლოს ახსნას ცდილობს კაცობრიობა. შუაშია ვაშლი, რომელიც რომელმაც გვაცდუნა და აქამდე რატომაც მოვედით, ვაშლი, რომელიც იჭრება, ზემოთ არის ადამიანთა ერთობლივობის სურვილი, შუაშია წმინდა წიგნი, რომელიც იშლება. სანთელი ინთება და რაღაც მთლიანობაში ადამიანი იწყებს აზროვნებას. აი აქ ჟამი შენებისაში ვაშლს უბრუნებ უფალს და აქ ყველაფერი გასხივოცნებული, აქ სამებაც ახსნილია და ყველაფერი უკვე თავის ადგილზეა, ასე რომ ვთქვათ, უფალს როგორც უნდოდა. ალბათ. ეს ქვემოთ არის ვაზის სული, ყურძნის პორტრეტია. ღვთისმშობლის პორტრეტი მანდილში ღრმით არის. ესა გაცემა. როცა მაცხოვარი გაიყიდა 30 ვერცხლად. ბზობა ის ცუდად ჩანს გვეფარება, თორე ის ჩარლის პორტრეტი თვალებში თვალები ქუდებია. თვალებიც ქუდებია, ხო, მაგარი. ნახე. ეს აპოკალიფსია. ეს არის სამოთხის ხე. თვალია, რომელიც მე დაავადებულ თვალში გადადის. ქვემოთ. ეს არის სამოთხიდან გამოსვლის პერიოდი. აქ არის
აი ეს არის ევა, რომელიც მუხლებზე დგას. და ეს არის ადამიანი, რომელიც უკვე ფესვები გაიდგა მიწაში ღრმად და უკვე მთლიანობაში ვაშლია, რომელიც მთლიანობაში ამ ეპოქის პორტრეტს ქმნის. და თუ დააკვირდებით, მკერდია თვალი. ევას მკერდია თვალი. ეს არის ადამიანმა, როცა თავისი ცოდვების ტკბობაში წავიდა. ეს ეპოქა მეექვსე პერიოდია. არა. ამ ნამუშევრებს, რა თქმა უნდა, ფიქრი ჭირდება და განათლებაც ჭირდება და აზროვნება საკმაოდ. ეს გრალის თასია. აი, აქ თან თასია და თან 12 მოციქულია. აი, ქვემოთ ეს არის თან მაცხოვრის ხელია და თან ჯვარცმაა. ეს არის სიმონ არიმათიელის ხელი, რომელმაც არ ირწმუნა და განგმირა. და ნუ ეს ქვემოდან კაცობრიობა, შობა. ეს არის შობა თავისი სიმბოლოებით. ნახატების უმეტესობა, როგორც ხედავ, რელიგიურ თემაზეა შექმნილი, ხო? აი, უფრო ძლიერი ნამუშევრებია, რელიგიური, უბრალოდ რაღაც ძლიერი ხაზი მაქვს. რაც არ უნდა შევქმნა, მაინც პორტრეტი, მაინც მაცხოვრის გამოდის და მაინც ღვთისმშობლის პორტრეტი ჩანს. ისეთი რამეა, რომ არც იცი როდის დაიწყება, როდის დამთავრდება და საერთოდ არავინ არ იცის. ეს ისეთი სფეროა, რომ იდუმალებით სავსე, რომელიც ამაზე ძვირფასი არაფერი არ არის და ამაზე საინტერესო. ეს ქმნადობის თავისთავად ეს მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი გვარგუნა, რომ აი გაგხადა თავისი მოზიარი, თავისი რაღაც ესეთი ხელა მისტიკა, რომ რაღაცას ეს არის ჟამი შემეცნებისა და შემეცნებას თავშეკავებას მოთმინებას ღვთისმოსაობა და ღვთისმოსაობას ძმათმოყვარეობა და ძმათმოყვარეობა სიყვარული. ეს მწერლის პორტრეტია. შევაჩერე პორტრეტებიც მუშაობთ. კი, არა, მგონია რომ მხატვარი ყველაფერზე უნდა მუშაობდეს და საერთოდ ყოველთვის უნდა ცვალებადი იყოს, თორე არ უნდა იყოს მოსაწყენი, ხო? აი, აქეთ არის ორი სახე. ორი სახე ადამიანი, რომელსაც რამდენიმე სახე აქვს. ესაში ადამიანები რომ არიან ჩვენს ცხოვრებაში. ესენიც პორტრეტებია. ეს ტიტების პორტრეტია. და ის ივან და მარიას პორტრეტია. ეს დედიკოს უმეუბნება ხოლმე რაღაცა დამამშვიდე, რაღაცა სხვანაირი რამე გამიკეთე და მე რაღაცას გავუკეთებ ხოლმე. ეს არის 21 საუკუნის ბოლოს პორტრეტი, დაკიდების მომენტია. ამას მოლაყბე ქვია. ადამიანი, რომელიც ლაყბობს და საქმეს არ აკეთებს. თვალება და წერილია. აი ეს დედიკოს პორტრეტს გაჩვენებთ ძველი პერიოდის. დედიკო ანჯაფარიძის მოკონი. მართლა? ეს მუშაობ რაღაცები მაქვს ისეთი, გავერთე უბრალოდ. დედელევანაზია. ორიგინალური ნიშნია. ხო, ორიგინალურები კია. აი ეს არის ცეცხლი და კვამლით გაკეთებული ნამუშევრები. ამაში გრან-პრი მაქვს მიღებული ბულგარეთში.
ეს არის აპოკალიფსი ხო ბობოქარია და რაღაცა. არის მეორე აქ უკვე მიძინების დახუჭული თვალია, რომელიც მიძინების და სიმშვიდეა. თუ ამოატრიალებ ხიზელი თვალია. და აქ არის 64 მდინარე, რომელიც სიცოცხლის წრეც კრავს. აი მე ვარ ცოდოები თუ გაწყდა ეს წრედი. ცეოტიას პორტრეტი ჩიბუხებითაა გაკეთებული. ჩიბუხი თვალები, პირი, სულ ჩიბუხებია. ესას მისის პორტრეტი ღვინის ალბათ. კი, ეს მუსიკა მიყვარს ვიოლინო. ეს არის მაცხოვრის პორტრეტი შვიდსასანთლეში. გამოდიოდა გიტარსა თოვლი ქათქათა შვიდსასანთლეში და შუაშიც მაცხოვარია თეთრი. ბოლო პერიოდია, ბოლო პერიოდი რაღაც სხვანაირი ნამუშევრები გავაკეთე. ეგომის პორტრეტია. თვალებში ჩაფხუტებით ჯარისკაცებია. ირიც პორტრეტია. და ეხლა მქონდა იტალიაშიც გამოფენა, ეხლა მქონდა იტალიაში არჩეულებრივი გამოფენა პრემია ივერიასთან ერთად, პრემია ივერიამ ნუგზარ ჭიაბერაშვილს დიდი მადლობა, რომ გააკეთა ეს არჩეულებრივი დღეები გვაჩუქა და ასევე ქართველებს აჩუქა საოცარი დღეები, იქაურ ქართველებს, რომლებიც ძალიან კარგები დახვდნენ. უზარმაზარი სითბო გვაჩუქეს და არ ვიცი, ეს გვეყოფა ალბათ ძალიან დიდ ხანს. ძალიან დიდი სიყვარულით წამოვედით აქ. ხო და იმ საოცარ საქმეებს აკეთებს ნუგზარი რაღაცა წლების წინ, როცა ჟურნალი გაიხსნა. ნუგზარის მაშინაც ჰქონდა ჩვენ ინტერვიუ და რაღაცა მაშინე. და წლების წინ მეგობრობ, ძალიან დიდი ხანია მეგობრობ ჩვენს. გაზაფხულზე შემოთავაზეს ისევ გერმანიაში, ოღონდ ბონში გამოფენის გაკეთება. და ფიქრობ, რომ პარიზშიც გავაკეთებ, იმიტომ რომ პარიზშიც ვაპირებ იქიდან. ალბათ პარიზშიც უნდა გავაკეთო გამოფენა და ვიცი და ცუდია რომ არ ფიქრობ აქ გამოფენის გაკეთებას საქართველოში. ჯერჯერობით ჩემი სალონით ვკმაყოფილდები, ვისაც უნდა თვითონ მოვიდეს.
შემდეგი ადამიანი იყო, ეს არის ქალბატონი ეთო მეფარიშვილი, რომელიც იყო არაჩვეულებრივი მეგზური, მხიარული, პოეტი, შემოქმედებითი და დატვირთული და სასურველი ყოველთვის სადაც წავალ წავიყვანოთ ხოლმე. და დღეების სულზე სწრაფი მიჰქრის. აგერ უკვე მე რამდენი ნორჩი მთვარე იშვა, ხოლო გეგმა და მიზნები ჩიქჩიქებენ ისე, როგორც სადღაც აზიაში სამთვალება რიქშა. იგივე მე, იგივე შენ და იგივე სახლი. სამსახური მეგობრები, არსებობის ჰანგი უკრავს შეუცვლელად და იგივე ნიშა ვერ შეცვალე, ხო, იგივე დავრჩით. ბოლი და დარდივით შევსებული სირჩა. ნიკოტინი, ალკოჰოლი, ახლა გავიზარდეთ, აღარ ვჯავრობთ შეფასებას ყოფაქცევის ნიშანს. ჯავრობთ უფრო წართმეულ დროს სიბრიყვეს რომ ვანდეთ. დაზუთხული სიტყვები და კლიშე, სულ ერთია როგორ ვართ და ვამბობთ, არა გვიშავს. იგივე გზა, იგივე ჩვენ და იგივე ნიშა. დღეს ყასი და მთვარე ისევ ნორჩი სახით იშვა. მე ვარ ეთო მეფარიშვილი. პოეზიასთან ჩემი ურთიერთობა დაიწყო საკმაოდ პატარა ასაკში. აბსოლუტურად გაუაზრებლად. და მახსოვს ძალიან კარგად ის დღე, როცა დავწერე პირველი ლექსი. რეალურად არ დავწერე. უფრო ესე ზეპირად სხაპასხუპით მახსოვს მივირბინე და წავიკითხე, ბებიას წავუკითხე, რომ იცი ლექსი დავწერე მეთქი, ეს იყო ბნელი 90-იანები, ლამპით განათებულ ოთახში, წავუკითხე სხაპასხუპით, აი ესე ზეპირად მოკლედ. დღემდე მახსოვს ის ლექსი ძალიან მეცინება. საინტერესო იქნება პირველი ლექსის მოსმენა. არასდროს არავისთვის არ წამიკითხავს, საჯარო. ექსკლუზიურად ჩვენთვის. ასე გამოდის თუკი მეტყვით. კი, ნამდვილად. სულ ცოტა ხნით დავბრუნდეთ ბავშვობაში. ჩემო კარგო ლამაზო, რადგან ვიხარ ნუ მორცხობ, მოდი მოგეალერსო დაგიმშვენო, ნაზი მხრები აგიყვაო ყლორტები და ისევ ხელმეორედ, ისევ გაიფურჩქნები. არ ვიცი რატომ ვფიქრობდი იაზე, როგორც მახსოვს, ზამთარი იყო. ხო, და ეს იყო პირველი ლექსი, მოკლედ. შეიძლება ძალიან სასაცილოც, მაგრამ 8 წლის ასაკში დაიწერა ეს ლექსი. ამის შემდეგ იყო ძალიან დიდი პაუზა, თუმცა პოეზიასთან ყოველთვის მეგობრობდი, ვკითხულობდი დიდი პოეტების ლექსებს, მხატვრულადაც სხვათა შორის უამრავ ღონისძიებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ როგორც ასეთი რომ მე დამეწერა ლექსი, რაღაცა არ მქონია ეს ფიქრი და სადღაც მე-6-მე-7 კლასში უკვე დავიწყე ასევე გაუაზრებლად, აბსოლუტურად დავიწყე ისევ ლექსების წერა. პირველი ლექსები იყო პატრიოტულ მოტივზე ძირითადად შექმნილი. მოგვიანებით, სკოლის პერიოდში კონკურსებში ვღებულობდი მონაწილეობას, მოსწავლეთა შემოქმედებითი კონკურსები იმართებოდა მაშინ, სადაც დიპლომებითაც დავჯილდოვდი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში. და ამის შემდეგ ვწერდი, ოღონდ როგორ გითხრათ, კანტიკუნტად მე ვაწარმოებდი დღეურებს, ყოველდღიური ჩანაწერები მქონდა, ჩანახატები მქონდა, ლექსებით და მთელი ჩემი ამბებით და ისტორიებით, რომლებიც როგორც ხდება ხოლმე ხშირად და სხვებისგანაც მესმის, შენიერ დღეს ესე ავდექი და გავანადგურე. ამის შემდეგ იყო ძალიან დიდი პაუზა ჩემს შემოქმედებაში და
უკვე სადღაც პანდემიის პერიოდში ალბათ რაღაც მოხდა მნიშვნელოვანი სულიერი ძვრები მაგ დროს, როცა ყველანი ჩავიკეტეთ სახლში მოგეხსენებათ და თავიდან იფეთქა, ასე ვთქვათ, მუზამ ჩემში. ძირითადად თემატურად პანდემიაზე ვწერდი, რომელსაც ჩემს ძალიან ვიწრო სამეგობროს ვაცნობდი, ასე ვთქვათ, ჩემს Facebook გვერდზე. თითქმის არავის არ ვიცნობდი, მაშინ და ის ლექსები დღემდე არც არ გამომიჩენია და სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებ, რომ ესე საჯაროდ სადმე გამოვფინო და ნუ ამის შემდეგ ალბათ თანდათან უფრო გაღვივდა ეს ყველაფერი ჩემში და რა ვიცი, დღემდე ვწერ. ფიქრობ, რომ სადღაც 2 წლის უკან უფრო აქტიური პერიოდი მქონდა, ეხლა შედარებით უფრო აქა-იქ იწერება. იმ სიხშირით ნამდვილად არ მსტუმრობს მუზა, მაგრამ დღემდე ვწერ. ეთო, აი როგორ შეიცვალა ხედვა, როგორ შეიცვალა ფერები, ლექსის შინაარსი, აი იმ 8 წლის ეთოდან დღემდე? არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო ცოტა გამოხდა ეს ყველაფერი, არ ვიცი, ასაკთან ერთად მოვიდა ეს ყველაფერი, თუ იმ რუტინამ მოიტანა, რომელშიც ვცხოვრობ, რომლითაც ვცხოვრობ, თუ იმ ყოველდღიურობამ და პრობლემებმა, რომლებიც ალბათ ყველას გვაწუხებს და პოეზიაც ხომ ეს არის სინამდვილეში, რომ შენ ტკივილზე წერო, არ მიიხედო დღეებისკენ ცოდვის ფილტრით, რომ გაწოდებ და მზესა და ჰაერს. მერე რა თუ შენ წმინდა იყავ, ხომ იყვნენ სხვებიც, ფილტვის შრეებიც ხომ იმ სხვებმა მოაშენეს, არ მიიხედო მარილსვეტად ვერ ქცევის მადლმა. მაგას ისევ სჯობს მადა მოგვრილ ღამის ტყვედ დარჩე და გაღვივებულ სევდის მადას ჩაეკცე ყბაში. იმ დღეებამდე კი ბატონო, ხომ იყავ ბავშვი, ის გაიხსენე. მანამ დაწექი, გაეხვიე პერანგის გამდნარ სახელურებში, ხელს ნუკრავ ვახშავს ჭამეს ზევდა და დაიწ. შენი ღმერთიც ხომ ამ ბალიშში სახლობს და ითვლის, როდის იტირე, როდის ვერან, როდის დაშრი. არ მიიხედო, მარილსვეტად ვერ ქცევის მადლმა. განა რა რჩება სამუდამო ცხეულის ქვაბში. შენ ამ ვახშამსაც მოინელებ და 5 ზომით დიდ თარგს მოჭრი ბედნიერების. გამოტოვებულ ჩაუცმელ დღეებს ერთად ჩაატევ ამ სამოსში, ოღონდ მანამდე არ მიიხედო. მოვა სხვა ძალა, სხვა სიცოცხლე დააჭერს ჩამრთველს და ყველა დილა ერთიანად გაგარიჟრაჟებს, რაც გამოტოვე. ისწავლე მისგან, ვინც ცოდვისკენ იბრუნა პირი, ისწავლე მისგან გათენების ვერ მოსვლის შიში და არ მიიხედო. განა რა რჩება სამუდამო ცხეულის ქვაბში. მიეყრდენ შენს ღმერთს, ლექსალბუნით ამოვსებულ მოუყოლელი ამბების მცველს. მოვა სხვა მადა, მოგშვიდება ბედნიერებაც განა რა რჩება სამუდამო ცხეულის ქვაბში. დაშვებულ მუცელს ნედლი შუქის საუზმით ამცნე, რომ შეძელი და არ მიგიხედავს. მერე ჩაიცვის სამოსიც. არ გედიდება და ის ბავშვიც არ დაგავიწყდეს. შემოიკედლე. ეთო და პრემია ივერია. როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა და სად ხართ ახლა მისულები? ჩვენი ურთიერთობა ახლა ხანს დაიწყო. ბატონმა ნუქსარმა მიმიწვია იტალიაში. წავედით არჩეულებრივ გუნდთან ერთად, ნამდვილად გამიმართლა. ჩავედით რეჯო კალაბრიაში, სადაც დაგვხვდნენ არაჩვეულებრივი ქართველები, რომლებიც ასევე არაჩვეულებრივად გვიმასპინძლეს. გაიხსნა ქართული ბიბლიოთეკა, ქართული სკოლა იმედის ხელმძღვანელი ქალბატონ ხათუნა ქარაიას თაოსნობით მოხდა ეს ყველაფერი. ქართულ სკოლაში იქაური ქართველი ემიგრანტი ბავშვები
როგორც მახსოვს 300-მდე მოსწავლე არის ამ სკოლაში დარეგისტრირებული, არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს ნამდვილად ეს ქალბატონი. არაჩვეულებრივ ღონისძიებას დავესწარით. ამის შემდგომ მიგვეპატიჟეს ადგილობრივ გამომცემლობაში, სადაც მოხდა ჩვენი წიგნების პრეზენტაცია. იქიდან უკვე გადავედით ქალაქ ნაპოლში. იქაც არაჩვეულებრივად მიგვიღეს იქაურმა ორგანიზატორებმა ანა ასისტიშვილი თავის შესანიშნავ ოჯახთან ერთად, დასთან, დედასთან და ასე შემდეგ. და ბოლოს მოხდა გალათაჯილდოება, სადაც დავჯილდოვდი პრემია ივერიით. ძალიან დიდი სიხარული იყო ეს ჩემთვის. არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად მოტივაციაც. თავდაენ დაკოთუშ აბრამიშვილი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრჯერ დაანახა იტალიელებს, რომ ქართველები არიან ერთი ამაყები, დინჯი, დარბაისები და მაღალი ხელოვნების და კულტურის მქონე ადამიანები. მე ვარ დაკოთუშ აბრამიშვილი. ლექსების წერა დავიწყე ალბათ ძალიან პატარა ასაკში, მაგრამ სერიოზულად მაინც ალბათ სადღაც 15 წელი იქნება, რაც ლექსებს წერ. და ჩემი პირველი წიგნი გამოიცა 2018 წელს. მას შემდეგ რა ვიცი, ვცდილობ რომ ჩემი შემოქმედებით, ჩემი ლექსებით თითოეული ადამიანის, თითოეული მსმენელის გულთან მივიდე, სულთან მივიდე, მივიტანო მათ სულამდე ჩემი ლექსები და არ ვიცი რამდენად გამომდის, ეს ალბათ მაინც მსმენელის და მკითხველის განსასჯელია. მე სიზმრე ბიჭო, მზე იყავი ჩემი სასახლის. ბავშვობის ჩრდილი ეცემოდა ალუბლის ხეებს და როგორც მაშინ, როგორც ადრე, ბაღებს და სახლებს ცისარკეები ირეკლავდნენ ჰერენკი მზეს. მეძინა, მაგრამ თვალებიდან ვერ მოვიშორე მონოტონური მუსიკის და აპრილის ფეთქვა და ფანჯრებიდან მთელი ღამე წვიმდა სიშორე, რომელსაც შენი გაუთქმელი სახელი ერქვა. გარეთ ახლად წვიმს ტირიფებთან ჩუმი ქადილით გატეხილ ბორანს შეაკეთებს ჩემი მებორნე. მე სიზმრე ბიჭო, შენ იყავი ისე ნამდვილი, ანდა სიზმრიდან როგორ უნდა გამომეგონე. და ისე ვამბობ, თითქოს შენთვის 1000 ჯერ მეთქვას, დრო არ არის თქო, არც სურვილი განმარტოების, რომ ჩემში ახლა გაგიჟებით აპრილი ფეთქავს, ალმოდებული ვარდისფერი ატმის რტოებით. ჩემი და პრემია ივერიის დამოკიდებულებას რაც შეეხება, დიდი ხანია ნუგზართან მეგობრობ, სადღაც წლების წინ მეორედ მიწევს პრემია ივერიის ლაურეატობა და ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ პირველად მივიღე მონაწილეობა, ახლა მეორედ მომიწია და უზომოდ ბედნიერი ვარ და უზომოდ კმაყოფილი ვარ აი ამ ურთიერთობით, რასაც პრემია ივერია ქვია, რადგან მოგეხსენებათ, პრემია ივერია მხოლოდ პრემია არ არის და არც ფარატინა ფურცელი, ის არის ძალიან დიდი საქმის გამკეთებელი ფაქტიურად და მკეთებელი. ეხლა პრემია ივერიასთან ერთად, შესანიშნავ გუნდთან ერთად ვიყავი იტალიაში და საოცარ საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი, ქართული სკოლა გაიხსნა და ჩვენც გავხდით ამ დიდი საქმის ნაწილი. ჩვენ პატარა წვლილი შევიტანეთ ჩვენი აი ამ შემოქმედებით, აი ამ ძალიან დიდ საქმეში ფაქტიურად. რაც მთავარია, ჩავიტანეთ ჩვენი შემოქმედება და მათ
დაგვახვედრეს თავიანთი საქართველო, პატარა საქართველო. ჩვენ ჩავიტანეთ საქართველო და დაგვახვედრეს საქართველო, ასე ვთქვათ. პატარა საქართველო. დაახლოებით 10 წლის წინ, როდესაც პრემია იბერია ახლად იდგავდა ფეხს, ასე ვთქვათ, ჩვენი პირველი მსვლელობა იყო, მაშინ ვიყიდეთ ბზის ნერგები და ყველამ დავრგეთ ეს ნერგი, როგორც სიმბოლო მარადილობის, სიმბოლო ზრდის, მომავლის და განვითარების. პრემია იბერია ხა მიემგზავრება იტალიაში, ნამდვილად განმეორებით, მე ეხლა ვერ ვახერხებ წასვლას, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მქონდა კიდევ ერთხელ ამ საოცარი ქვეყნის მონახულების და ამ დიდ საქმეში ჩემი პატარა წვლილის შეტანის. ძალიან ბევრი რამის კრებული არის პრემია იბერია. რადგან თქვენ ვერ მიდიხართ, მოდით თქვენი მოკითხვა და მონატრება გაუგზავნოთ თქვენი ლექსით. გისმენთ? მოდით, რადგან იტალიას უგზავნი, მაშინ ვენეციას წავიკითხა. ვენეცია თუ ზღაპარია, თვით ზღაპარიც არ თქმულა ასე. თუ იდუმალი ხელოვნების არის ქმნილება, დედამიწაზე სამოთხეა, ქალაქი წყალზე და სილამაზის მისტიური სრულყოფილება. აქ არაბესკულ ფანჯრებიდან ისმის ვივალდი, 4 დრო, 4 საოცრება, 4-ვე მithხოვს. ქალაქის გულში გონდოლიორს ისე მივყავდი, დარდი არასდროს არ ქონია მენავეს თითქოს. ხავსიან კედლის ფრესკასავით ხელის შეხებით, ფრთხილად ღებავენ მოძველებულ სახლის ფასადებს. ჩვენ ამ ქალაქში შევხვდებით და ერთი შეხედვით სიკვდილ სიცოცხლეს სულ სხვაგვარად გადავაფასებთ. ჩვენ ხომ მოგწონდა ოქროსფერი მოლურჯო ზღვათა და მღელვარებაც გვიტაცებდა მისი ძალიან ზღვის დედოფალო სიმშვიდეში მოარულ ხმათა ქერუბიმებმა გიგალობონ. ავე მარია. და ჩვენი ახალგაზრდა პროზაიკოსი ბატონი მორის როსტიაშვილი. ადამიანი, რომლის საუბარმაც როდესაც წარადგინა და პრეზენტაცია გაუკეთა, გაჩნდა ბევრი კითხვა. ყველაზე გაჩნდა შეკითხვები აბსოლუტურად, მაგრამ მის მიმართ, იმიტომ რომ ისეთი ეპოქის შესახებ აქვს ერთ-ერთი წიგნი დაწერილი, რომელიც ყველას დააინტერესა, მათ შორის განსაკუთრებით იტალიელებს და არაკართველებს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ უბრალოდ ზერელეთ ზედაპირულად იციან რა გაიარა საქართველოს 90-იან წლებში, მანამდე რა გაიარა 30-იან წლებში, ესეთი მძიმე პერიოდები და ზუსტად აი ამაზე აქვს მორის ერთ-ერთი წიგნი დაწერილი და აბსოლუტური ინტერესი გამოიწვია. მე ვარ მორის როსტიაშვილი, პროზაიკოსი, 4 წიგნის ავტორი, 3 რომანია აქედან, 1 მოთხრობების კრებული. ჩემი პირველი ნაწარმოები არის ისტორიული რომანი, რომელიც შეეხება გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებს. შემდეგი იყო მოთხრობების კრებული, რომელშიც შესულია პუბლიცისტიკა, დოკუმენტური და მხატვრული პროზა და ძირითადად აღწერილია საქართველოს ბოლო 30-იანი წლები და სხვა სოციალური პრობლემები და კატაკლიზმები. შემდეგი რომანი არის მესამე წიგნი ცოდვის საზღაური, რომელიც გამოიცა 2021 წელს და მასში საკმაოდ ტრაგიკული და წინააღმდეგობრივი ურთიერთობებია აღწერილი. ძირითადად უფრო მეც ვისაუბრებ ლავანდის სურნელზე, ჩემს მეოთხე რომანზე, რომელიც გამოიცა 2024 წელს და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილია მისი თარგმნა რამდენიმე ენაზე და საკმაოდ მეტი დაინტერესება გამოიწვია მკითხველებშიც სხვა ჩემ შემოქმედებასთან შედარებით. ლავანდის სურნელში არის აღწერილი ადამიანების მდგომარეობა, მძიმე ყოფა, რთული ურთიერთობები და ამ ურთიერთობებში საკმაოდ დიდი დრო აქვს დათმობილი იმას თუ რა გავლენას ახდენს ადამიანზე წარსული და როგორ შეიძლება წარსულმა შეცვალოს მისი აწმყოც და მომავალი და ფაქტობრივად ამ წარსულმა დაიმორჩილოს მისი ყოფიერება. ლავანდის სურნელში ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც აქვს სახელი, ეს არის
ელინა, დანარჩენი პერსონაჟები ძირითადად გამოყვანილები არიან პროფესიებით და მათ მოიხსენიებთ როგორც მებარგულს, სპორტის მოხელეს და ასე შემდეგ. მათ არ აქვთ სახელები და სპეციალურად გავაკეთე იმის გამო, რომ ადამიანებს უფრო მეტად, მკითხველს უფრო მეტად აღიქვა და გაეთავისებინა პერსონაჟის სულიერი მდგომარეობა. მორის, დიახ. თქვენ ახლა იყავით იტალიაში. დიახ. როგორ დაიწყო თქვენი და პრემია ივერიას ურთიერთობა? პირველი არ არის ჩვენი შეხვედრა, რადგან თქვენ ჩვენთან ტელევიზიაშიც იყავით, სტუდიაშიც და იმის მერე რამდენიმე წელი გავიდა და თქვენ კიდევ ერთად ხართ პრემია ივერია და თქვენ. აი როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა და როგორ გაგრძელდა? პრემია ივერიაში მონაწილეობა მივიღე პირველად 2019 წელს. ვარ ორგზის ლაურეატი და როდესაც წელს გაიმართა დაჯილდოება უკვე იტალიაში, ჩვენ წავედით ქართველი მწერლები აქედან, მაგრამ მხოლოდ მწერლები არა, ჩვენთან ერთად იყვნენ მხატვრებიც. იქ დაგვხვდნენ იტალიელი ავტორები, რომელთანაც საკმაოდ კულტურული დიალოგი შედგა და გავაცანით ჩვენი შემოქმედება, მათ თავიანთი შემოქმედება გაგვაცნეს. იყო დაუვიწყარი დღეები და პირველი რითიც დაიწყო ჩვენი მოგზაურობა იყო ის, რომ რეჯო კალაბრიაში გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა. მაშიც მონაწილეობა ჩვენც მივიღეთ და ვფიქრობ ეს ისტორიული მოვლენაა, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და შემდეგ გაგრძელდა უკვე პრემია ივერიის დაჯილდოების ღონისძიებით, სადაც დაჯილდოვდნენ როგორც ქართველები, ასევე იტალიელი ავტორები და ჩვენთვის საამაყოა, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა და პრემია ივერია საერთაშორისოა. დაუბრუნდით იქიდან არა მარტო ჩვენი ემოციები საკმაოდ სავსე იყო როგორც მხატვრული ღირებულებით და ახალი ცოდნის მიღებით, ასევე შინაგანი ემოციებით ვიყავით ძალიან ბედნიერები და მოხიბლულები მოგზაურობით. აი თქვენ იქ როდესაც პრემიაზე წარგადგენენ ხოლმე ხო ნებისმიერ ადამიანს, როცა ხარ შენ სამშობლოში, უფრო ხარ ძალიან მშვიდად. მაგრამ თქვენ იყავით ახლა იმ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთ ფუძეს არიან მოწყვეტილები. აი რამდენად უფრო რთული იყო მათთან შეხვედრა და მორის რა სიტყვი, რას ელიან ხოლმე ემიგრანტები საქართველოდან ჩასული მწერლებისგან, პოეტებისგან, მსახიობებისგან თუ მხატვრებისგან. აი რა აკლიათ მათ ყველაზე მეტად? ვფიქრობ პირველ რიგში აკლიათ ის სითბო, რასაც სამშობლოში იღებს ყველა ადამიანი. რა თქმა უნდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, როდესაც მოწყვეტილი ხარ შენ ფესვებს, იმ გარემოს, სადაც დაიბადე და სადაც გაიზარდე, დანაკლისი ყველა ვარიანტში გექნება შინაგანი და ჩვენგან უფრო ალბათ იმას ელოდნენ, შეგვევსო ის ნოსტალგია, რაც მათ აქვთ და რა თქმა უნდა, პრემია ივერიამ ხელი შეუწყო იმასაც, რომ აღმოეჩინა ახალი ავტორები და ხელოვნები, რომლებთაც იქ საშუალება არ აქვთ ფართო მასას გააცნონ თავიანთი შემოქმედება და ამაშიც ხელი შეეწყოთ მათ და რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანესი იყო. დავხვდნენ საკმაოდ თბილად, გულისხმიერად, მივიღეს როგორც ოჯახის წევრები და ვფიქრობ პრემია ივერია ერთ-ერთი პიონერია ამ საქმიანობაში, რომელიც ახერხებს ჩვენს ემიგრანტებს საზღვარგარეთ მისცეს შესაძლებლობა მათი შემოქმედება კითხველამდე მიიტანონ. აქ არის ჩვენთან ერთად ქალბატონი თია თეთრაძე, რომელიც წლევანდელი ჟიურის წევრი არის. პრემია ივერიას არა მარტო მონაწილეები ყავს. ყავს ჟიური, რომელსაც ძალიან დიდი საქმე აკისრია. მე თავად ვიყავი 2 წლის განმავლობაში ჟიურის წევრი და ვნახეთ მართლა რა დიდი სამუშაოები ჩატარდა და როგორი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მოდით გაეცანი ჩვენს მაყურებელს, თი არის ჟიურის წევრი და როგორი იყო წელს პრემია ივერია, როგორ მიმდინარეობდა და საერთოდ რას გვეტყვი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი არა მარტო მონაწილეებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მოგესალმებით პირველ რიგში. ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში მონაწილეობ. ეს იყო ჩემთვის როგორც დიდი, ასე რომ ვთქვათ, სიხარული, ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დატვირთული მუშაობა გქონდა ჩვენ პრემია ივერია 2025-ის. იყო არაჩვეულებრივი მწერლები, პოეტები წარდგენილი, ძალიან ბევრი ნაწარმოები და სიმართლე გითხრათ, შერჩევა ძალიან გაგვიჭირდა. მაგრამ რა თქმა უნდა, კონკურს თავისი წესები აქვს, ამ წესებს ვერ დავარღვევდით და ბოლო ჯამში მგონი ნაწყენი არავინ დარჩა. ძალიან სასიამოვნო პროცესია თვითონ ჟიურის წევრობა და მით უმეტეს, როცა ამდენ არაჩვეულებრივ და საინტერესო ხალხთან ერთად გიწევს მუშაობა. მართლა უღრმესი მადლობა გზარს, რომ მომცა საშუალება ამ საოცარ პროცესში მიმეღო მონაწილეობა. მე როგორც უყურებ, ყოველწლიურად მონაწილეთა რიცხვი იზრდება. თქვენ პირადად რაზე მიგანიშნებთ ეს ყველაფერი? იცით რა, ქართველებს არასდროს გვაკლდა პოეტები და მწერლები და პირიქით, იცით, იმდენი გენიოსი ყავს, რომ მგონი ჩვენი ქვეყანა პატარაა მათთვის. ხო, ძალიან ბევრი ყავს პოეტები, განსაკუთრებით, ისეთი ფრაზები მოდის, ისეთი სიტყვები, ისეთი სითბო მოდის და მე სხვათა შორის შარშანაც აღვნიშნე და წელსაც მინდა გავიმეორო. ყველაზე მეტად რაც მომეწონა და იმედი მომეცა, ეს იყო ის, რომ უმეტესობა იყო პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი ლექსები. ღვთისმშობელზე ქონდათ მიძღვნილი ლექსები და ესენი იყვნენ ავტორები, მე როგორც გავიგეთ, ახალგაზრდები. და რუსთაველზე, ვეფხისტყაოსანზე, ჩვენ იმ სიწმინდეებზე, ჩვენ იმ ღირებულებებზე, რაც გაგვაჩნია ქართველებს. 1-20 წლის πριν დაწერილი ქონდა ქართულ ენაზე ლექსი. იცით, მართლა სასწაულია და ძალიან მიხარია, რომ ეს პატრიოტული მოტივები გრძელდება ახალგაზრდა დავამატებ იმას, რომ ვფიქრობ, რომ მართლა სამართლიანია ჟიური, მართლა ძალიან სწორი შედეგები დაიდო წელსაც, როგორც გასულ წლებში და ალბათ ესეც განაპირობებს იმას, რომ მონაწილეთა რიცხვი იზრდება. მსურველების რიცხვი ნამდვილად იზრდება, ანუ წინა წლებთან შედარებითაც ძალიან ბევრ ადამიანს რაღაცა თითქოს არჯეროდა, ეშინოდა, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი გავაკარწყლეთ, ასე რომ ვთქვათ და ძალიან ბევრი მსურველი ყავს წელსაც. მოგეხსენებათ წელს ჩვენ უკვე დეკემბერში ვიწყებთ მუშაობას ამაზე იტალიიდან დაბრუნების შემდეგ და ძალიან საინტერესო კონკურსი გველოდება მარტში. სანამ ახალ პროექტზე გადავიდოდეთ, თქვენ ახლა ახსენეთ იტალია. და მეთანხმები, რომ პროექტმა გაუძლოს წლებს, არის ძალიან იშვიათი, პრემია ივერიამ გაუძლო წლებს და მეტიც გასცდა ქვეყნის საზღვრებს. ერა სიტყვი, როგორი იყო იტალიაში წასვლა, როგორი ემოციები გქონდა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი გადის უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არა მარტო მონაწილეებისთვის, არამედ თავად ჩვენი ქვეყნისთვის. იცით რა, მე ესე ვიტყოდი, რომ გზარი ფაქტიურად წერს ისტორიას. იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა რიგითი ჩვეულებრივი პროექტი, 13 წელი აკეთო ეს საქმე, ასე წარმატებულად ეს არ არის მარტივი. მოგეხსენებათ, საზღვრებს გაცდენილია დიდხანს, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან მონაწილეები. შარშან ჩვენ გვყავდა პოლონეთიდან, იტალიიდან, სასონხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ლიტვიდან და ასე შემდეგ, უკრაინიდან, დიახ. და ამით ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესოა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, იტალიაში სასწაულები ჩაატარა პრემია ივერიამ და ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტი, რომელიც მართლა ამ ხაცა მეგობრობას და სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დაალაგებაში გვეხმარება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ არასდროს გვიჭირდა ქართველებს კულტურით გასვლა სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, მაგრამ ეს რო გრძელდება, რა თქმა უნდა. მე რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე პრემია ივერიას კიდევ ერთი ახალი პროექტი ემატება. დიახ, შიშიმოპირების ფესტივალზეა საუბარი, ხო? ივერია ბრილიანტი. ეს იყო სასწაული ჩვენ წელს ზაფხულში, რომელიც ჩავატარეთ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 2 დღე გრძელდებოდა და ეს იყო საოცრება. მე ასეთი ენერგიით დამუხტული დიდი ხანია ჩემი თავი არ მახსოვს. აქ იყო იმხელა სითბო, იმხელა სიყვარული, თვითონ ამ შშმ პირებიდან და რაც მთავარია,
იცით ისეთი ნიჭიერები არიან. ამას აუცილებლად უნდა მისცე გასაქანი, კი. არაფრით არ შეიძლება მათი რაიმე სახის იზოლირება, ან ის რომ რაღაცა გამოარჩიო ვიღაცისგან. გამორჩეულები არიან მართლა. აი საოცარი ფესტივალი სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი რა, როგორ გავმარტო. სასწაულია. იქნებით თუ არა ახლა ისევ ჟიურის წევრი? დიახ. კი. რა თქმა უნდა, წელსაც ვარ ჟიურის წევრი. ჩვენ გარდა იტალიისა ვგეგმავთ ასევე საფრანგეთში იგივე ფესტივალის ჩატარებას, სტამბოლში ვგეგმავთ ამ ფესტივალის ჩატარებას. მე 7 წლის მანძილზე მოღვაწეობდი სტამბოლში, თურქული კულტურის ცენტრში, ქართულ ენას, კულტურას და ისტორიას ვასწავლიდი. იქ თურქეთელ ქართველებს ძალიან დიდი საახლობლო სამეგობრო მყავს და მინდა გითხრათ, რომ თურქეთს ყავს არაჩვეულებრივი დიასპორა. ქართველების, რომლებიც აი მართლა მწერა, კითხვა, კულტურა, ყველაფერს აგრძელებენ და ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებენ. არაჩვეულებრივი ხალხი. და ნუ გეგმავთ, რომ მათთან ერთად ჩავატაროთ აი ეს ფესტივალი იქაც. ძალიან კარგი. ყველა ქვეყანაში ჩვენს ქართველებს თავიანთი პატარა საქართველო აქვთ. და აქედან ჩასულები დიდი საქართველოდან ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რასაც თქვენ ჩაუტანთ იმათ. დიდი მადლობა, ნამდვილად. ყვაკლია ერთი ადამიანი, რომელიც დღეს ქუთაისშია, მსახურება აქვს, ცხადია, ეს არის მამა ექვთიმე შივაძე, რომელიც იყო ჩვენთვის ალბათ იქ ყოფნის დროს ეს შეგრძნება მუდმივად იმისი, რომ ჩვენ ვართ საკუთარ სახლში, ჩვენ ვართ ეკლესიასთან ახლოს, ჩვენ ვართ ლოცვასთან ახლოს და ეს ყველაფერს ამ კუთხით მამა ექვთიმე აკეთებდა იმას მამა ექვთიმე, რასაც ქვია იქ წასული ქართველებისთვის ერთგვარი ნავსაყუდელი გახდა იმ 12 დღის განმავლობაში იქიდან გამომდინარე, რომ თუ კი მე გაიცნობდა და ქუჩაში ცხადია მამა ექვთიმე ჩვეულებრივ საავტო დასასვლით იყო 60-ით და ქართველები ცნობდნენ და ყველა დიდი სიხარული მამა ექვთიმეთვის ის იყო, რომ ქართულად ეუბნებოდნენ შუა იტალიაში. მამაო დაგულოცე და რა თქმა უნდა მამა ექვთიმე იყო ამით ძალიან ბედნიერი, ზიარებით და აღსარებით ასე ვთქვათ გარშემორტყმული. აი ეს იყო დაახლოებით იტალიური ვოიაჟი, რომელმაც პრემია ივერიის ფარგლებში ჩაიარა და არ ვიცი, მადლობა კიდევ ერთხელ ყოველ თქვენგანს იმისთვის, რომ იყავით ღირსეული გუნდი, ხართ ღირსეული გუნდი და რომ არა თქვენნაირი ღირსეული ხელოვანები და შემოქმედები პრემია ივერიას ის აღიარება არ ექნებოდა, რა აღიარებას ამ შემთხვევაში გაგვაჩნია ის, რომ პრემია ივერია არის ევროპის კულტურული ნაწილი და საერთაშორისო უზარმაზარი ფესტივალი და ფორუმის მონაწილე. ყოველთვის როცა დაბერავს კარი დანის მთებისა გაიბენს აფარა ვერხავის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უშორეს ღაბარა საღაბარი იგი მათრობს და ხიბლავს ძველი ღვინისმი უზომოდ მძაფარა შენ კი სადახარ ამადენი ხანი ვის ან ვისა არ ვიცი არა ვერხავის ფოთოლთა თეთრი მაშადარი აშრიალდება უშორეს ღაბარა დიდი მადლობა. აი ასე გემშვიდობებით და ჩვენი საუბარი კარგი ყველასთვის ღირა.